ამოცანა შეეხება მარაგის აღრიცხვის მუდმივ და პერიოდულ სისტემას. დავალებაა ასეთი: ქვემოთ მოცემული ოპერაციების მიხედვით უნდა შევადგინოთ ბუღალტრული გატარებები მარაგის უწყვეტი ანუ მუდმივი და პერიოდული აღრიცხვის სისტემების დროს. შეძენილია 10,000 ლარის საქონელი. ფული გადაირიცხა საბანკო ანგარიშიდან. ვიღებთ უწყვეტი აღრიცხვის მეთოდს და ავსახავთ. დებეტი 1610, გახსენებთ 1610, იმიტომ რომ უწყვეტი აღრიცხვა გაქვს და ყველა ინფორმაცია აისახება მარაგის ანგარიშზე. საქონელია, ამიტომ ვირჩევთ 1610. კრედიტი 1210, რადგან ფული გადაირიცხა ბანკიდან. პერიოდული აღრიცხვის მეთოდის დროს ვიცით, რომ არ ვეხებით შეძენისას მარაგის ანგარიშს და პირდაპირ ხარჯებში 7200-ში ავსახავთ საქონლის შეძენას. დებეტი 7210, კრედიტი 1210. დაბრუნებულია მომწოდებლისათვის 1700 ლარის შეძენილი საქონელი. ფული მიღებულია სალაროში. უწყვეტი აღრიცხვის დროს გვექნება დებეტი 1110, 1700, კრედიტი 1610, 1700. აქ რა თქმა უნდა შეგვიძლია 1610-ს ავსახოთ ეს ინფორმაცია, ან თქვათ 1611 ანგარიშზე ცალკე დავაგროვოთ დაბრუნებული საქონლის ღირებულების ინფორმაცია. დებეტი 1110, კრედიტი 7220. პერიოდული აღრიცხვის დროს მითითებული გვაქვს უკვე უკან დაბრუნების ცალკე ანგარიში 7220. ყურადღება მივაქციოთ, როცა მუდმივი აღრიცხვა გვაქვს ინფორმაციები მიღებისა და დაბრუნების აქტივებში 1600-ზე ხდება, ხოლო როცა პერიოდული აღრიცხვა გვაქვს, ყველა ინფორმაცია აისახება 7200-ში. უნაღდო ანგარიშწორებით რეალიზებულია 2000 ლარის თვითღირებულების საქონელი 3000 ლარად. მუდმივი აღრიცხვის დროს დებეტი 1210, კრედიტი 6110, 3000 ლარი, დებეტი 7200, 2000, კრედიტი 1610, 2000. რაც შეეხება პერიოდულ აღრიცხვას, აქაც რა თქმა უნდა შემოსავალი აღიარდება, დებეტი 1210, კრედიტი 6110, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ. უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვა არსებობს მხოლოდ მარაგის აღრიცხვისთვის. არც ერთი სხვა ინფორმაციის ასახვისთვის არ არსებობს პერიოდული აღრიცხვა. ყველაფერი აისახება მუდმივად. რაც შეეხება შემოსავალს, ჩვენ როგორც მუდმივში, ისე პერიოდულში ავსახეთ ის და ფულის მიღებაც, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითღირებულების ჩამოწერა მარაგის ღირებულები და რომელიც ავსახეთ მუდმივში, ანუ დებეტი 7200, კრედიტი 1610, ამის პარალელურად პერიოდულ აღრიცხვაში არ აისახება არაფერი, რამდენადაც ჩვენ დებეტი 7200-ში უკვე გვაქვს ინფორმაციები. დავაკვირდეთ დებეტი 7200, გვაქვს ინფორმაცია მარაგის მოსვლის შესახებ. ის უკვე ხარჯია ასახული. დაბრუნებულია 1200 ლარის თვითღირებულების გაყიდული საქონელი, მყიდველზე სალაროდან გაიცა 1800 ლარი. ახლა ჩვენს მიერ გაყიდული საქონელი გვიბრუნდება უკან. დებეტი 6120, ამ დროს შემოსავალი შესწორდება უკან დაბრუნებით, დებეტი 6120, 1800 ლარი და კრედიტი 1110, 1800 ლარი. დებეტი 1610, რომელიცაც სწორდება საქონლის უკან მობრუნება, ანუ იზრდება საქონელი და კრედიტი 7200, 1200 ლარი. 1200 ლარი საქონელი დაბრუნდა უკან, მუდმივ აღრიცხვაში მისი წასვლა ასახული იყო აქტივებიდან და ხარჯი იყო ასახული, გაზრდილი იყო ხარჯი. ხოლო უკან დაბრუნება აისახა აქტივის ისევ გაზრდით და ხარჯის შემცირებით, ანუ ოპერაცია ფაქტიურად ანულირდა. რაც შეეხება პერიოდულ აღრიცხვაში, აქაც აისახება შემოსავლის გასწორება დებეტი 6120 და ფულის გასვლა კრედიტი 1110, მაგრამ ხარჯებში არანაირი ცვლილება არ ხდება. დაბრუნებულია მომწოდებლისათვის შეძენილი საქონლის ნაწილი 2500 ლარის ოდენობით. შეთანხმების მიხედვით თანხა გამოიკვითება მომწოდებლის წინაშე არსებული ვალდებულებიდან. დებეტი 3110, ამ შემთხვევაში მომწოდებლისათვის ფული გადახდილი არ ჰქონდა და ამიტომ ვამცირებთ ვალს. და კრედიტი 1610, საქონელი მიუბრუნდა უკან. დებეტი 3110, კრედიტი 7220, სპეციალურად მითითებულ ანგარიშს ვიყენებთ ოღონდ ხარჯების ანგარიშიდან. საანგარიშო პერიოდის ბოლოს ინვენტარიზაციით დადგინდა საქონლის ნაშთი 600 ლარი. პერიოდის დასაწყისში იგი შეადგენდა 200 ლარს. ესე იგი, პერიოდის ბოლოს ნაშთი 600-ია, რომელიც გაზრდილია პერიოდის დასაწყისთან შედარებით 200 ლარით. ამ შემთხვევაში
მუდმივ აღრიცხვაში ჩვენ არანაირ კორექტირებას არ ვაკეთებთ, რამდენადაც ყველა მოსვლა, წასვლა, ნაშთი ისედაც აღრიცხვით მოწესრიგებული გვაქვს. რაც შეეხება პერიოდულ აღრიცხვაში, უნდა დავაკორექტიროთ ბოლო ნაშთი. რადგანაც საწყისი ნაშთი იყო 200 და ბოლო ნაშთი 600, ეს ადასტურებს, რომ საქონელი გაზრდილა. ამიტომ ზრდით დებეტი 1610 400 ლარი, კრედიტი 7290 400 ლარი. ესე იგი, ამ გატარებით, კორექტირების გატარებით შესწორდება როგორც საქონლის აღრიცხვაში 1610-ზე ინფორმაცია 400 ლარი, აქტივები გაიზრდება 400 ლარით და კრედიტი ხარჯები, თვითღირებულების ხარჯები საქონლისა შემცირდება 400 ლარით. რამდენადაც პერიოდის ბოლოს 600 ლარი აღმოჩნდა, რომელიც საწყისთან შედარებით 200 ლართან შედარებით 400 ლარი გაზრდილია, ეს მიუთითებს იმაზე, რომ რაც შემოვიდა საქონელი, ის ყველა არ დახარჯულა. ჩვენ კიდე პერიოდულ აღრიცხვაში შემოსვლა და დახარჯვა ერთი მაჩვენებელი ჰქონდა ასახული. ესე იგი, რადგანაც 600 ლარი დარჩა და საწყისში იყო 200, 400 ლარი საქონელი კი არ დახარჯულა, არამედ ნაშთებში გაჩერებულა და ამდენად ხარჯებს აკლდება 400 ლარი და ემატება საქონელს 400 ლარი. ამით კორექტირდება როგორც საქონელი, ისე შესაბამისი თვითღირებულების ხარჯი.